ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე ომის დაწყების შემდეგ. რუსეთი მთელი ღამე იგერიებდა უკრაინულ დრონებს. ამ დრომდე იწვის ტრანსნეფტის უმსხვილესი ნავთობსაცავი. სამიზნე იყო შერემეტიევოს აეროპორტი და ნავთობპროდუქტების სატუმბი სადგური. პირველად დაიბომბა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც. რუსეთის 10-ზე მეტ რეგიონს უკრაინამ 500-ზე მეტი დრონით შეუტია. არიან დაღუპულები და დაშავებულები. წაფეთქებები ისმოდა ანექსირებულ ყირიმშიც. მოსკოვი ამიერიდან ვეღარ დაიძინებს შანსები გათანაბრდა მშვიდი ცხოვრების ცალმხრივი აბონემენტი გაუქმებულია. ასე გამოეხმაურა ღამის თავდასხმებს უკრაინის შეერაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაური. რობერტ ბროვდი დღესაც მიმართავს ლუკაშენკოს და მოუწოდებს კარგად დააკვირდეს პერსპექტივებს. კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აყავლეს. სამებაში ღვთისმსახურებას სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები ესწრებიან. საქართველოში იმყოფება მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლობაც. ეკლესია დღეს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ქაშვეთის ტაძრიდან სამებამდე ფეხით მსვლელობა იმართება. თბილისში მაღაზია დააყაჩაღეს. ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ვაკე საბურთალოს ფილიალში შეერაღებული პირი შეიჭრა. მოლარეს სცემა გაიტაცა ნივთები და მიიმალა. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი.